იშხანში თურქმა სპეციალისტებმა გათხრების დროს ორი საფლავი აღმოაჩინეს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სამარხების შესაძლოა იშხანთან დაკავშირებულ რომელიმე მოღვაწეს ეკუთვნოდეს. სამარხში ძვლებთან ერთად სხვადასხვა ნივთებიც იპოვეს. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბუბა კუდაბა ვარაუდობს, რომ კულტურულ ძეგლზე გარკვეული პროცედურები დარღვევებით მიმდინარეობს, რამაც შესაძლოა ნაშთები დააზიანოს. იშხნის ტაძრის სამხრეთ კედელთან, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, აღმოჩნდა ორი სამარხი. ამ სამარხში იყო გარკვეული მცირე ინვენტარი და ძვლები. ვინაიდან ჩვენთვის ცნობილია იშხნის ტაძრის სამხრეთი კარიბჭის, როდესაც არსებული კარიბჭის წარწერა, ამ წარწერის მიხედვით ვიგებთ იშხნის ტაძრის განახლების შესახებ, არ არის გამორიცხული, რომ ეს პიროვნებები, ვინც იყვნენ აქ დაკრძალული, ამ ადგილას დაკავშირებული ყოფილიყვნენ სწორედ ტაძრის განახლების ამ ეტაპთან.